ევროპის კავშირის შემოკლებით ევროკავშირი უნიკალური გაერთიანებაა, რომელიც უკანასკნელი 70 წლის მანძილზე უწყვეტად ვითარდება. ევროკავშირი 27 სახელმწიფოსა და მის 456 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს. ევროკავშირი ხელმძღვანელობს შეთანხმებებით, კანონმდებლობარი აქტებით და ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. ევროკავშირი მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში. ასევე ისეთი ღირებულებების დამყარებას, როგორებიცაა ადამიანის ღირსების, თავისუფლების, თანასწორობის და კანონის უზენაესობის პატივისცემას. 1993 წელს ევროპულმა საბჭომ კოპენჰაგენის საიტზე აღიარა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების უფლება შეუერთდნენ ევროპის კავშირს თუ დააკმაყოფილებენ შემდეგ სამ კრიტერიუმს: პოლიტიკურს, ეკონომიკურსა და სამართლებრივს. ტრადიციული საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან ევროპის კავშირს განასხვავებს მისი უნიკალური ინსტიტუციური სტრუქტურა. შექმნილია დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებიც ავსებენ ერთი მეორეს და ყოველ მათგანს გარკვეული როლი აკისრია გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. ევროკავშირში გაწევრიანება მრავალი თვალსაზრისითაა სარგებლის მომტანი. ეს ხელს უწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას, რადგან იზრდება ვაჭრობის შესაძლებლობები. ასევე ვითარდება სამართლებრივი სისტემა. გარდა ამისა, მოქალაქეები სარგებლობენ თავისუფალი გადაადგილების უფლებით, რაც მათ საშუალებას აძლევს იმოგზაურონ, იმუშაონ და იცხოვრონ სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. ასევე აღსანიშნავია გაცვლითი პროგრამები, როგორიცაა Erasmus+. ევროკავშირი არის ადგილი, სადაც საქართველო ისტორიულად, კულტურულად და ფასეულობებით ყოველთვის ეკუთვნოდა.